ვაგრძელებთ სოფლიო ჩემპიონატს ოქტომბრის ეთერში. დღეს თავდება სათამაშო დღე პოლონეთი კოლუმბიის შეხვედრით და აქ NG9-ს მე ვფიქრობ რომ სამხრეთ ამერიკული გუნდი გინდა უფრო მაინც. ნუ პოლონეთის ხობარს არ ვიტყვი. მეც კოლუმბიანი. სიმართლე გითხრა კოლუმბიანი მეც კი. საერთოდ პოლონეთი არ მომეწონა მე ძალიან პირველ თამაშში. ძალიან საბჭოება დატოვა, კი. საბჭოება დატოვა. მარტო ჩვენ მოგვიგეს ამ ჯგუფში 4-0 რა მაშინ. მაიცა ორივე აღარ. ორივე აი. ეს იყო ჩემი. აი. აბა. კოლუმბია. კოლუმბია მე ვიყავი პირველ თამაშში. არა, პოლონეთით ვითამაშე. თან კარგად ვითამაშე, მოგიგე პოლონეთით. ლევანდოვსკის ჰეტრიკი კი. შეჭამოვეს ნაკაც. არ ჭამს უბრალოდ. ნოსავსო. შეჭამოს არა ეს ბოლო თამაში გინდა, მაგრამ გადადიქით. ისათხოვე. ხო. შეჭამოს ბოლო თამაშია. დამაუს თამაში არ ერგება ეგა. ხამეს. ბაკა სკამზეა, ხო? აუ, რა კაი თავ შემოვიყვა სანჩეს, მიხედავთ რომ გააძევეს პირველ ფედერაში. არჩე. ვისადგინოთ მაზიანი, რომ ბლაშიკოვსკის პირველი ვეცდაზე ვერ დაწერთ. აი ესე რა იყო, დაწერო რა. ბლას მეცა B T A S Z C Z Y K O W S K და ბოლოს რა არის კიდე? აი, ის ვკითხულობ დადის მზემოწარებით. K და I. და S ვინ არის კიდე? ტეოდერჩი. S ვინ არის? გედრჟეიჩი. გედრჟეიჩი. ჰიტლსბერგერი. როგორ არის? ჰიტლსბერგერი. და საშინელებაა. ჰიტლსბერგერი. აიცო. აგილარი. უნდა დამიწერო ესე ვერ. ჰიტლსბერგერი. მე გერმანული რომ აქ ნასწავლი გავამადგა ეგ არა გეთარაცეებში. ჰიტლსბერგერ. მე არ ვსარვაყენე. თვალი ეძახდა ხო ძალიან მოკლედ. თვალი ამბობდა ძალიან მაგრა ჰიჩბერგერს ამბობდა და მე რეპორტაჟი ერთ-ერთი დოჟანა ამება და ჰიტლსბერგერ გავიჭედა და მე დავაგვირდი თვალიაც რომ ჰიჩბერგერს ამბობდა და მეც 500 ეგრევე მოუტეხე. ნუ დიმა ეძახდა ფიშბერგერს თუ რაღაც. ой ძალიან მაგრა ჭირდა ბავშვი. ფიშბერგერი? არა საშინელი კაცია რა. ეგეთი გვარი რატოა? ჰიტლსბერგერ. თომას ჰიტლსბერგერი. არის ფერბუთე. გვარებზე ძალიან ხშირად გვისაუბრია და კი სხვების გვარებზე ხუმრობთ, მაგრამ ჩვენი გვარები არანაკლებია. უცხოელი. ჭიაბერ ჭეჭელაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი, ხო? წინამძღვრიშვილი ისეთი გვარია, რომ მე მოსმენილი მაქვს ევროსპორტის კომენტატორი რო წვალობდა, რომ წარმოეთქვა წინამძღვრიშვილი და ენა კინაღა მოიტეხა, მაგრამ სოთაშს ბოლომდე დამკაში გავიდა და მე წინამძღვრიშვილი ლათქვაო. იქამდე მიწი არ უქონს რა წინა და მიყვა ნელ-ნელად გაჭირვებით და წინამძღვრიშვილი ბოლოში გავიდა და აი ამეთქი ვასაღობდა ლაო ბოლოში წინამძღვრიშვილა. ეგ სხვადასხვა დაკვირვებული რომ ძალიან ხშირად მოძდით უცხოელებს რატომღაც აი ლოგიკას ვერ ხსნიონ რატომ. ანუ აი მაგალითად ცკიტიშვილი ხო არა ცკიტიშვილა შეიძლება თქვას რა. ანუ აი რა შეილა ანუ ხო შეილა. ანუ უკეთესი ის არის რა ქვია. არა ქართულ კომენტატორებს ვერ უნებიან რაღაც გეშლებათ. უცხოელების ის რო აიღო ჩვენი გვარები, ჩვენი და სხვების აიღე. არა, სხვების ხო, მაგრამ იმას იმენა ჩვენს გეუნები რა, ხო საერთოდ გარტმაში არ არიან, საერთოდ. მაგრამ უცხოელებისაც აიღებთ, უცხოელ ფეხბურთელებსაც გვარებს ისე ამბობენ რა, თავის ნიადაგზე ამბობენ. ინგლისელები მაგალითად როგორც თვითონ ევასელი. ინგლისურად აქ FIFA-ში როგორ ეძახის ცი კომენტატორი ბლაშიკოვსკის? ბლაშიკიკოვსკი. ხო, მაგათ ხითარიანი ხო არის, მიკითარიან. ხო, მიკითარიან. თავის ძალიან ბევრი გვარზე იმაშვებიან რა თავის ხოშზე ეძახიან. კი, აღარ მახსოვს, ძალიან ბევრია ხომ განსაკუთრებით ამას ვთამაშობ, მაშინ რადამელ ხო და პაპუნაშვილი რა რთულისაკაცია. პაპუშნაველი და ნუ აი ეგ მithქვამს აქამდეც და ნახეთ. იტალია საქართველოს YouTube-ზე დევს
სადაც უცხოური კომენტარით არის რა. და ხიზანიშვილი რო იქნება, ხიზანიშვილი რო ურთავს სტანგას რო გაარტყამს აძინაძინზე, მან ამბობს, ნუ აი აღარ მახსოვს რა კიდე რა თუ შაშიაშვილი. შაშიაშვილი გაიტანა. ხიზანამ ხომ არის სტანგას გა. ხიზანიშვილს ეძახის, ნუ აი რა ვიცი, აი რა საიდან მოიტანა. ხიზანიშვილის გვარი გაზარდა ერთი ორჯერ კიდე რა. ხიზანი დიდი ხანი იძახი და იტანჯება თან. ხიზანი შვილი მაშკარა ძალიან დიდი ხანი იძახს. პროსტა ხმოვნები ჩაყარა ხო? ეხლა ვენეგუროფ ესელინკი ამ ხელა გვარი იყო, მაგრამ ისეთ სათქმელია ხო? არა მარტივია. ჰოლანდიელების გვარები ვაფშეტა ეს არის. ბიჭო, ხა ჩვენ ბევრი თანხმოვანი გვაქვს ერთად და ხო, ეგ არის რა. აი ზოგ შემთხვევაში კიდე ის თანხმოვნების რაოდენობა უცხოელისთვის კიდე იზრდება, იმიტომ რომ ისეთი ასოები გვაქვს, რომელიც იმათ რამდენიმე თანხმოვნით აქვს გამოხატული რა. ეს წ მაგალითად უნდა დაწეროს ტ და ს ხო? ჩ მღრ და ეგეთ რაღაცა. რაღაც გამინდოდა კიდე მაგაზე. აი პოლონელებს ხო ერთმა გადაობა ამ საფეხბურთო გვერდებზე რაღაცა რომ დორტმუნდის ბორუსიაში რო იყვნენ და ანუ ეგ გვარების პონჩი ღარი სულ გადაობა ხო პოლონელს. იწერება უფრო ცუდად ვიდრე გამოითქმის რა. ხო, მაგრამ ნუ ხო არის ამაზე გადაობა და რა სამწუხაროა საქართველოს ნაკრები ვერ აღწევს წარმატებას თორე. ჩვენს ვიქნებოდით. ოიმე. ეხა ამ ნაკრებში არ ოიმე. ხანა იყო. ამ ნაკრებში არ არის მე მგონი ისეთი არავინ რა. ბიჭო, იმათთვის მაინც ისა მურტალია რა, ოქრიაშვილი და ოქრიაშვილი. იმდენად რთული არ არის ხო? არა, ხო, ხიზანიშვილი. წინამძღვრიშვილი. ეს ცოტა რთულია. აი მეგრული გვარებია და მეგრულები არ მარტივია. გვილია. შელია. ტატოს სერია იწყება. როგორც იქნა. აი შენ ტოპაჩი შევამონი ეს გოლი, რა? ნუ გაუჭინა. შენიერი გოლი გამოვიდა. აი მეკარები რაღაც უცნაურად ხტებიან რა, ნუ მოძრაობას აკეთებენ ზედმეტს. ამეს. წინა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მე მგონი ის გაიგახდა ბომბარდირი ხამესით. ხო, მე მგონი ის გაიზრდება შედეგიანობა რაღაც ამ მუნდიალზე. ბომბარდირის ხო? ალა კრისტიანოს 4 აქვს უკვე და. შერიშევს 3. კეინი გაიტანა, რატომაც გონი უკვე ნათამაშებია ის თამაში, მაგრამ შეიძლება დებილი ვით ჩვენ ვარ, მაგრამ გონია რომ კეინი გაუტანს პანამას რა, მინიმუმ ერთს მაინც და. ვაიმე, კეინსაც კარგი შანსი აქვს რომ ბომბარდირებისთვის იბრძოლოს რა. აი გადავიღალე უკვე. ბიჭო, ძალიან საწყენია რომ ორივე პირველი თამაში წააგეს კოლუმბიამაც და პოლონეთმაც. და ეხლა მეორე ტურში ეს თამაში ერთ-ერთს გააგდებს. უშენ. ხო, აი ცუდია. დიდი ალბათობით ერთ-ერთი გავარდება, ხო, შანსია. მე მაინც მინდა რომ ის გავარდეს პოლონეთი. არა, პოლონეთი მეც ბაზარი არა, საშინელის დაბეჭდილება დატოვა და. ეს ხათიკაცია მოულო რა, ხო, გააგდეს რა. აუტანა გოლი მაინც და. მესამე წუთზე კაცი გაუგდეს და ხო. დევინსონ სანჩესი ტატო მაინც რაღაც. დევინსონ სანჩესი გააგდეს თუ კარლოსი? კარლოსი არ გააგდეს. დევინსონი შეცდა. აიჩი. ერთი დევინსონ სანჩესი შეცდა, მეორე გააგდეს და მესამე არ არის სოფლიო ჩემპიონატში. მესამე სანჩეს თავარი. ალექსისი? აა. სანჩესების წელი არ არის რა. 2-0 პირველი ტაიმის მერე საკმაოდ კარგ შტაბეჭდილებას ტოვებს კოლუმბიის ნაკრებად ხომაგებს არის ხო? ხამესი რატო არის სასტავში? ბიჭო, არა ტრავმა მცირე ხო? ხო, ბიჭო, სულ დაეწყო მე რა, კვადრატო გაიყვანა, ეგ მალევე. ხამესი მერე შემოიყვანა რაღაცა. ხო და რა, დიდი იმედი მაქვს რომ მოუგებენ ამ პოლონეთს რა მართლაც. კარგი გუნდია რა, ძალიან კარგი გუნდია კოლუმბია. ანუ შემადგენლობით ძალიან კარგი გუნდი არის.
თუ არ გადაირია ის, ბეკერმაინდა რაღაც ისულელები არაკეთა. ოი. ოიმე მესამე, ხამესმა იმეა, არ მაპატია რა. დანა კლასნი გოლი იყო. თავზე გადაგდებით. გოლი დავიღალე უკვე რა. ენერგია აღარ. მე კიდე ხა მოვდივარ ხოლმე. ამის მერე კიდე ვითამაშე. გამორიცხულია. ახლა ცოტლახია მომიგო თამაშები, მე როცა ფორმაში არ ვიყავი, ფორმაში შევედი ხა და აღარ მეთამაშები. კაი, პატარა პაუზა გქონდა, დატო სიგარეტსაც დაუკიდა და დავიწყეთ. ზელინსკი. და პოლონეთს ახლა შენ ისე ათამაშებ, როგორც ითამაშა უსახურად პირველ ტურში. ძალიან სპეციალურად როლებში შევედით. ლოშიცკი. Azdani, Zelinsky, Shitsky, Lewandowski. Oime. Inagam ჭამეთ. Რაია. საიდან შევუყოფე ხი ახლა. არა დარტმას შემელო რა, დარტმას შემელო. კუბა ბლაშიკოვსკი. დარტმას შემელო ხამესით ვიყავი ბურთით, აქ პოზიციაზე ძალიან. ეხა პრესტიჟის გოლი მე მჭირდება მე მგონი ხო უკვე. მე შეიცვალა ვითარება. აზდანი გარბის წინ, ოიმე. გამეხსენი ბიჭო კასანიაში. ხამეს, მიდი ხამეს. კვადრადო. მოტეხე, ვერ მოტეხა. აბა წავედით. Shitsky, Zelinsky, Lewandowski, Ishchek. არა, გოლნა შევაგდო ხარ, შეიძლება ესე. აი. ეს იმას არ ამოთქვა ხო? არ ვისწავლე და ვაკონტროლებდი. ოკეი, ხო. იცი რა მინდა რომ გითხრა კიდე ამ Lewandowski-ზე? მე მგონი ნეიფორის მერე აი კაკაც რეალს რო გაუტანა 4 გოლი, დორტმუნდდა რო წავიდა რაღაცა. ოკეი, ბაიერნშიც ჰქონდა კარგი სეზონები, მაგას კი არ ვამბობ, მაგრამ მაინც რამდენი შეხვედრა ჩააგდოს გადამწყვეტი რა. ისეთი ვეღარ იყო რა. იმ ნეიფორის მერე ჩემეზეც გაჩერდა მაინც. უბრალოდ თანამედროვეობაში ეს ფორვარდები აღარ არიან ბევრი და ის გვაქვს რა, რაღაც ნოსტალგიური მომენტი რა. ბიჭო, ლევანდოვსკი ღირიაში ხო ძალიან მაგარია რა. კი, მაგრამ ნუ აი რაღაცა просто ну ბევრი გოლი გააქვს და აი რო დაამთავრებს კარიერას რაღაცა ვერაფერი ვერ მოიგოში შემოვაში. აიმე. არა, ლევანდოვსკი ძალიან მაგარია. ეგრე ლუის სუარესმა წაშენით მის არის სოფლიო ჩემპიონატზე რეები აკეთა რა. სოფლიო ჩემპიონატზე სუარესი რო ყოფილიყო ბიჭო, სხვადასხვა ვითარება იქნებოდა. ანუ არა ლევანდოვსკი ბიჭო, ხა ბუნდესლიგაში იმდენი გოლი აქვს გატანილი. ნუ მეორე ის თემაა, რომ просто ბუნდესლიგა ეხლა ისეთ სიტუაციაშია, რომ იქ ამენტრა ობამეიანგსაც ბევრი გაქონდა და გაიტანდა რო არ წასულიყო შუა სეზონში არსენალში ამ სეზონშიც. ნუ შარშანაც ხო შეაგდო გულამად. აბა უკვე ზეიმონდი. ეს გოლი მეგონა. ამას მოხდა. ატახსირებულ. საავოლო. ფაბრარი ხო თუ ვინ იყო? მაგრამ პეკერმანმა რა უცნაური გადაწყვეტილებები მიიღო, იცი პირველ ტურში. აი ფაბრა რატო არ დააყენა? ხო არ იყო ფაბრა აშკარა. მახსოვს რა ყავდა? არა, არ ყოფილა. მოხიკა იყო კარგი. ხო? მოხიკაც პრინციპში ხო, აი მარცხენა მცველი ყავს ის მეორეც.
ის დააყენა, ხო, კარდონა არ დააყენა. ნუ კარდონას მაგარი სეზონი ჰქონდა ბოკაში ძალიან და ბარიოსის ამენაზე გამოუშვა. რატო ეთყობა ბოკას სეზონებით კოლუმბიაში არ ხელმძღვანელობენ მარტო არ გეტყვი. ყავდეთ სხვა კიდე გავიგებდნენ. ბაკა გაბანძდა ძალიან მაგრამ ერთია ეგ. რატო კარგი სეზონი ჰქონდა ბაკას? რაღაც. სექსონ მარტინეს სად არის ისე? ეხლა ჩინეთშია კიდე? ჩემ მეგობარმა რა თქვა ხო იცი? ის გაიგეთო სამუელ ჯექსონი რომ ის გადავიდაო. ოიმე! ოიმე გაკონდა. არა სამუელ ჯექსონი რომ ჩინეთში გადავიდა გაიგეთო როგორ უყურებდით იცი? რა? აუ რა კაი მომენტი იყო შვენიერი მატჩი ჩაატარა რატომ? ეს არ გიგონოთ რომ ზარი თქვენ თალგან პატოსული სერია ქონდა. ნამდვილად თვითონ შეწყვიტა. ჩემი და სამსახურებით მოვიგე. დასრულდა დღევანდელი დღე მოკლედ. ჩაწერის დღეც და აგერ დღევანდელი სათამაშო დღე საინტერესო მატჩები გამოვიდა. მესამე ტური. და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო მატჩები დაგვრჩა წინ და ეს უკვე იქნება ჯერ არ ვიცით როგორი. გადამწყვეტი ხონდა მეთქვა ეხლა, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება გადაწყვეტოს ყველაფერი მეორე ტურში ბევრია. პირველი თამაშები რაც გვაქვს მესამე ტურის იქ გადაწყვეტილია ყველაფერი რუსეთის და ურუგვაის შორის. ხო, იქ გადაწყვეტილია. პირველი ადგილია გასარკვევი რა. ასე რომ დაგემშვიდობებით დროებით ნახავმდის და ისევ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ. ყველა საინტერესო დაგვრჩა მაინც ხო პლეი-ოფები, მესამე ტური და მე პლეი-ოფები რა. დროებით